სინამდვილეში ღმერთს უნდა ეძიებდეს, აი ამ სინათლის მაძიებელი უნდა იყოს ადამიანი. ჩვენ თანამედროვე სამყაროში ხო ასე არის, რომ ნებისმიერ რაღაცა კვლევის საგანს თავისი რაღაცა საზომი აქვს, ახლა სიგრძე თუ მინდა გავზომო, ამისთვის არსებობს სპეციალური ხელსაწყო. წნევა თუ მინდა გავზომო, იმისთვის ხელსაწყოა. რაღაცა წინაღობა იქნება თუ რაღაცა ისა რა ქვია, სიმძლავრე, რაღაცა მოცემულობისა, ამის ყველაფერს აქვს თავის ხელსაწყო. აი ღმერთის ძიების ხელსაწყო, როგორ შეიძლება გამოვიძიოთ? ვარსკვლავს თუ ვიძიებ, რაღაცა ტელესკოპი უნდა მქონდეს და აქედან უნდა გავხედო და შევხედო ამას ყველაფერს. ღმერთის ძიების ხელსაწყო გაახლავთ ადამიანის გული. ამიტომაც წერია 9 ნეტარებაში. ნეტარიყვნენ წმინდანი გულითა, რამე თუ მათ ღმერთი იხილონ. ეს ხომ იესო ქრისტემ თქვა. ამიტომაც აქ გაჟღერებული ეს სიტყვა, მას უსმინეთ, თუ კი შენ მას მოусმენ და დაიწყებ გულის განწმენდას, აუცილებლად იხილავ ამ ნათელს, რომელი ნათელიც აბსოლუტურად შეცვლის შენ ცხოვრებას და დაგარწმუნებს იმაში, რომ რაც არ უნდა გადაგხდეს თავს, არაფერი ღირს ამ ნათლის დაკარგვის ფასად. ამიტომაც ამ ნათლისკენ სწრაფვა იწყება მაშინ, როდესაც იწყებ ამ სიტყვების შესრულებას, რომ მას უნდა უსმინო, როგორც ეს ზეციდან იქნა მოწოდებული. მისი მსმენელი თუ ხარ, მაშინ უნდა დაიწყო გულის გაწმენდა, როგორც გითხრა, რომ ნეტარი არიან წმინდანი გულით რამე თუ მათ ღმერთი იხილო და იხილავ ღმერთს და ეს არის ჩვენი მიზანიც და ეს არის ჩვენი ესე იგი ამ ქვეყნიური დასასრულიც. ასეთი უნდა იყოს ყველა მორწმუნეს შემართება და ასეთი უნდა იყოს მომავლის იმედით ცხოვრება. ამინ.